საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. არ ივაჭროთ ჩვენი შვილებით. ასეთი გზავნილი გამოიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პატიმრების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. საქმე ეხება პრინციპულ პოზიციას, რომელიც ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით უნდა გამოიჩინოს და ახალი არჩევნების მისაღწევად ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით იმოქმედოს. როგორც ჩანს, ორჭოფობა ოპოზიციურ ფლანგზე სულ უფრო თვალსაჩინო და შესამჩნევი ხდება, რაც ქმნის რისკებს იმისა, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ვიღაცას შესაძლოა სულმა წაძლიოს ჯერ პარლამენტში გააცოცხლოს მიძინებული მანდატი, შემდეგ კი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობასაც დათანხმდეს. როგორც ფრაზებს შორის ნათქვამიდან ირკვევა, ვიღაცები უკვე საკუთარი მერობის კანდიდატებზეც ფიქრობენ. ვიღაცებს უკვე შერჩეული ჰყავს და მის რეიტინგს ოპოზიციის სხვა ლიდერებს ატოლებენ. ვინ რჩება და ვინ გადის თამაშიდან, წესით 31 მარტამდეც იქნება ცნობილი, უბრალოდ 31 მარტი შესაძლოა ოფიციალური წყალგამყოფი გახდეს ქუჩაში დარჩენილ და ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებზე წამსვლელ ოპოზიციას შორის. ამ და სხვა თემებზე ჩვენი გადაცემის სტუმრებთან ვსაუბრობთ და წარმოგიდგენთ პირველი ბლოკის სტუმრებს ანა გოგოლაძე, კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, მოგესალმებით ანა, თაზო დათუნაშვილი, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. თაზო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე გადავალ ამ თემებზე, რომელიც ეხება იმ სტრატეგიას თუ სამოქმედო გეგმას, რაც ახლა მუშაობს ოპოზიცია, აუცილებლად მინდა შევეხო წერილს, უბრალოდ ერთობლივ წერილს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა პროდასავლურ ოპოზიციასთან შეთანხმებით გაუგზავნა ევროპელ ლიდერებს. როგორც გაირკვა, ხვალდაზეგ ევროსაბჭოზე არ არის დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა შორის საქართველოს საკითხი, ამიტომ ჩაითვალა საჭიროდ, რომ კიდევ ერთხელ ოპოზიციამ და სალომე ზურაბიშვილმა შეახსენონ ევროპელ ლიდერებს, რომ საქართველოში მათი დახმარება სჭირდება. აი ასეთ ფრაზაც არის ამ წერილში, მოგიწოდებთ სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ან თქვენგან დავიწყებ ის, რომ ამ საკითხზე ევროპელ ლიდერებს სჭირდებათ შეხსენება კიდევ ერთხელ, ეს არის თუ არა ნეგატიური სიგნალი და რა მოლოდინია ოპოზიციაში, აი ეს წერილი მოიტანს თუ არა რაიმე ხელშესახებ, ასე ვთქვათ, შედეგებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ცალსახად არა და ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის პესიმიზმის საფუძველი, იმიტომ რომ ბუნებრივია ჩვენ ვართ და ვადევნებთ თვალყურს არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით დიდი გადალაგების პროცესებს რეალურად და ძალის გადანაწილების პროცესებს. საქართველოში არ მიმდინარეობს მხოლოდ საპროტესტო აკციები და აი სერბეთიც მაგალითად, სადაც ახლა პრემიერ-მინისტრი გადადგა და პროტესტანტებმა მიაღწიეს თავის მიზანს და პირველი გამარჯვება დადეს ამ მიმართულებით. ანუ შეიძლება ესეც კარგი მაგალითია იმის, რომ ევროპაში ახლა არის დიდი პოლიტიკური ძვრების და რეალურად დემოკრატიისთვის ბრძოლის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფრონტი არაერთ ლოკაციაზე გაჩაღებული, ხო? და შესაბამისად პრიორიტეტიზაცია საკითხების, მათ შორის უნდა იყოს ჩვენი ოპოზიციური პარტიების პრეზიდენტის კოორდინაციით, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსები საგარეო მიმართულებით, შეიძლება აუცილებლად უნდა ითქვას ესეც და მისი როლი სალომე ზურაბიშვილის განსაკუთრებით ამ მიმართულებით იკვეთება და მისი პოლიტიკური წონა, რომ მას აქვს ძალიან კარგი კავშირები ევროპელ ლიდერებთან. ბუნებრივია, აი ამ ძალიან დატვირთულ დღის წესრიგში, საერთაშორისო დღის წესრიგში, ჩვენი მხრივ უნდა მოვახდინოთ საკითხების პრიორიტეტიზაცია და ეს ერთობლივი განცხადებად პრეზიდენტის უშუალო კოორდინაციით დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს აუცილებლად მოიტანს და საქართველოს საკითხი აუცილებლად იქნება განხილული, როგორც ეს არაერთ გზის მომხდარა და ჩვენ ამ მიმართულებითაც არაერთ გზის მიგვიღწევია წარმატებას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები და დეკლარირება მოხდა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები ყავს ამ ქვეყანას და ეს იყო პირველი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასეთი განცხადება გააკეთა და რეზოლუცია მიიღო. ესეც იყო ოპოზიციის ერთობლივი მუშაობის შედეგი. და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღის წესრიგშიც
აუცილებლად მოხდება პრიორიტეტიზაცია. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა ანა თასოსთან გადავალ. სალომე ზურაბიშვილმა ასევე დღევანდელ ბრიფინგზე თქვა ის რაზეც ჩვენც ჟურნალისტები ამდენი ხნის განმავლობაში ვამახვილებდით ყურადღებას, ხოთ შორის არ მოწონდა ხოლმე ეს ოპოზიციასაც, რომ რეგულაციები, რასაც ყოველდღურად იღებს ქართული ოცნება, უდრის გამოცხადებულ ომს საზოგადოების წინააღმდეგ, ფონდების დაყადაღებაც ახსენა და ეს რეალურად აზარალებს საზოგადოებას. ვიღაცაში შესაძლებელია შიშის სინდრომს ნერგავს, ვიღაცაში, არ ვიცი, შეიძლება ნიჰილიზმს აღვივებს და ვიღაცას თავშეკავებისკენ უბიძგებს. მან ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და წერილშიც არის ხაზგასმული პოლიტპატიმრებისთვის საჭირო ყურადღებასა და დახმარებაზე, რომელიც ასევე ევროპის ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ხმარჩება შთაბეჭდება, რადგან აუცილებელი გახდა ასეთი ერთობლივი მიმართვა, ხომ, ევროპელი ლიდერების მიმართ, რომ იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა მიპყრობილია სწორედ ამერიკა რუსეთის მოლაპარაკებისკენ იმისათვის, რომ ჯერ დროებითი და შემდეგ უკვე ფუნდამენტური მშვიდობა, ხომ, სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში, ევროკავშირმა, ევროპელმა ლიდერებმა მოადუნეს, მოაკლეს ყურადღება საქართველოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის სინდისის პატიმრებსაც. მოგესალმებით ეხლა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, როდესაც ცალსახად გეთანხმებით. მე არ ვიცი, რომელი ჩემი კოლეგა ამბობდა ამაზე, რომ ეს ასე არ არის, ან აქ რამე პრობლემა არის იმაში, ამის აღიარებაში და თქმაში, რომ კი, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოზე გარკვეულწილად ყურადღება მოადუნეს, იმიტომ რომ ჩვენი დასავლელ პარტნიორებს ძალიან ბევრი იმედგაცრუება შეხვდათ იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში ძალიან ღიად და პირდაპირ ჩაერთენ იგივე შარლ მიშელის შეთანხმებიდან დაწყებული, ამიტომ ამის არაღიარება და ამაზე თვალის დახუჭვა და თუ სამსახურის გაწევა არის ქართული ოცნებისთვის ცალსახად. კი, შეხედეთ ერთის მხრივ, მაგრამ ამ იმედგაცრუების მიზეზი არც ქართველი ხალხია და არ ვიცი, ოპოზიცია თუ ხელისუფლება არის იღებს ამ შენიშვნას საკუთარ თავზე. პირველ რიგში ხელისუფლებაა იმედგაცრუების მიზეზი დასავლეთის მხრიდან, ის რომ საქართველოში 13 წელი არსებობს ხელისუფლება, რომელიც ღიად მიდის სხვა მიმართულებით და უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოს გახადა ქართულმა ოცნებამ ერთ-ერთი ბასტიონი პუტინის ჰიბრიდული ომის. ის საქართველოს გახდა ერთ-ერთი მთავარი საქართველოს ხელისუფლება გახდა ერთ-ერთი მთავარი მაგინებელი დასავლური ფასეულობების და კონკრეტულად ევროკავშირის და ევროპის. ამიტომ ორი რაღაცაა აქ შეხედეთ, ერთის მხრივ ხელისუფლება რა რეჟიმში არის მოყოლებული ოქტომბრიდან. როდესაც მან დაინახა რეალური პროტესტი, როდესაც მან დაინახა წინააღმდეგობა და ეს წინააღმდეგობა მას ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, მას შემდეგ ხელისუფლება კი არ მართავს ამ ქვეყანას. აი ეს ხალხი ამ ქვეყანას კი არ მართავენ, ეს ხალხი ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას და ამისთვის აკეთებენ ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას. სხვა არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ დრაკონული კანონები, ან კანონები, რომელიც პასუხობს რაღაცა კონკრეტულ მოვლენას, ამის მიღების პროცესში არის. მთელი ეს პროცესი არის მიმართული ამაზე. დაწყებული იმიდან, რა ქვია, რუსული კანონიდან, აი დაწყებული აქედან, რუსული კანონის სულისკვეთებიდან დამთავრებული იმით, ეხლა რაც გააკეთეს ფონდებთან, სოლიდარობასთან. კი ბატონო, იმარტივებენ, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, როგორ არ იმარტივებენ, არსებული ეს გამარტივება არ არის. შეხედეთ, ეს არის ძალიან ისეთი ნაცადი ამბავი ბევრგან სოფლიოში ეს მომხდარა და ეს გვესმის. ხელისუფლება როდის იწყებს ამ პროცესს, ხო? ამას წინათ ვახსენე. როდის გახდა შესაძლებელი სტალინი? მაშინ, როდესაც რუსეთის რევოლუციაში რწმენა დაკარგა ხალხმა, ხო? წითა რევოლუციაში ხალხმა რწმენა დაკარგა, სტალინი მერე გახდა შესაძლებელი, თორემ მანამდე ხალხს მოსწონდა ბოლშევიზმი. ეხაც ეგარი, გაუა თუ არა ხელისუფლებას ეს ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი მას გასცეს. აუცილებლად ვიტყვი ამაზეც, მაგრამ აი ამაზეც დავამთავრე და აუცილებლად ვიტყვი, მანდ მივიდივარ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის, როდემდე გაუა და როგორ გაუა. ანუ ის როდესაც ის კარგავს ელექტორალურ საყრდენს და ქართულ ოცნებამ ამას ხვდება. ივანიშვილი ახლა უწონადობის მდგომარეობაში, იმას ესმის რომ ელექტრონული საყრდენი არ აქვს, ამიტომ მან აიღო ის მეთოდი, რა მეთოდით მოდის, რა ვიცი, მონღოლური ურდოდან დაწყებული რუსეთში ხელისუფლების პარადიგმა არ შეცვლილა. მონღოლებმა რომ დაიპყრეს იმის მერე რუსეთში ხელისუფლების პარადიგმა არის ეს. ცოტა ხანი თუ მარწუხებს მოუშვებენ, შემდეგ ამ მარწუხების მოჭერა და ისევ ავტორიტარიზმში წასვლა. ამ მეთოდს იყენებს. რატო იყენებს ამ მეთოდს? იმიტომ რომ ივანიშვილმა სხვა მეთოდი არ იცის. ივანიშვილი დავალებებს
მოსკოვიდან იღებს, იქიდან ავალებენ. ეხლა რამდენად ეს გამოუვა? საქართველოში ამაზე უარესი ხალხი მოგვიშურები, ამაზე ბევრად უფრო ბინძური, ბევრად უფრო ფეხებ გამდგარი და ფესვებ გამდგარი რეჟიმი, რომელსაც ერქვა კომუნისტური ტოტალიტარიზმი, ეს მოიშორა ქართულმა ხალხმა. იმას არ შეეგუა. ქართულმა ორგანიზმმა ეს ანტისხეული გამოიმუშავა ასეთი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. რუსეთი ამ ქვეყანაში 250 წელია. ყველა მე ხო სულ გარდამტეხ პოლიტიკურ მოვლენასა და არსებულ რეალობას შორის და ამაზე მინდა უცებ გაგვიჭირდება ზუსტი ალუზიის გაკეთება ხარ, რა თქმა უნდა, ისტორიულ მოვლენას და დღევანდელ სიტუაციას შედარებით ამისთვის არ მithქვამს. აქ ისტორიულ ანალიზს არ ვაკეთებ, უბრალოდ მაგალითის მოტანა მინდოდა ამისთვის. განსხვავება სწორედ ერთიანობაში მაშინდელ პოლიტიკურ კლასსა და საზოგადოებას შორის. ეხლა მინდა ამ საკითხზე გადავიდე და ანას მინდა ვკითხო, ანუ სამზადისი 31 მარტისთვის. სხვა შორის სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ვინც საინფორმაციო არხებს ზედმიწევნით და ოპერატიულად ადევნებს თვალს, ვიდრე ნანუკა ჟორჟოლიანი დადებდა დღეს პოსტს და გამოიტანა გარკვეულ კულუარებს გუშინდელი შეხვედრის თაობაზე, ხოლო შეხვედრა გაიმართა ოპოზიციურ კოალიციებსა და სინდისი პატიმრების მშობლებს. თქვენი კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა ერთ-ერთ ტელეეთერში და ძალიან საინტერესო საკვანძო რამდენიმე ფრაზა თქვა. პირველ რიგში თქვენგან მინდა მოვისმინო რა უთხრეს ოპოზიციის წარმომადგენლებს სინდისის პატიმრების მშობლებმა და რა პასუხები მიიღეს ოპოზიციისგან და ოპოზიციის პასუხები იყო თუ არა ცალსახა და ერთგვაროვანი. კი ბატონო, მე არ ვისწრებოდი ამ აღნიშნულ შეხვედრებს, ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ლიდერები, მაგრამ გეტყვით მანამდე, რომ გუშინდელ შეხვედრამდე პოლიტპატიმრების მშობლებთან, დედებთან შედგა ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქალი წარმომადგენლების შეხვედრა და იქაც პირველი მოთხოვნა, პირველივე წინადადება, რაც მშობლებმა გააჟღერეს, ეს იყო მათი მხრიდან, რომ თვითმმართველობის არჩევნები ეს არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ აქ უნდა იყოთ ერთიანები ოპოზიცია და არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ქართულმა ოცნებამ სავაჭროდ ჩვენი შვილების თავისუფლება დადოს მაგიდაზე, იმიტომ ჩვენ ამაზე თანახმა არ ვართ და გუშინდელი შეხვედრის ძირითადი თემაც ბუნებრივია ამ ნაწილში იყო ეს. რატომ დადგა აი ამ კუთხით და ასე ვთქვათ საკითხის დასმის აუცილებლობა, ანუ რეალურად არიან პოლიტიკური ძალები ამ ოთხეულს გულისხმობ, ვისაც არ აქვს ესეთი პრინციპული პოზიცია უკვე ახლა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ვინ არიან ესენი, თუ შეგიძლიათ გითხრათ? პოლიტიკურ კალენდარში ეს არის თარიღი, რომელიც არის უახლოესი არჩევნები, შეიძლება ითქვას, საყოველთაო არჩევნები არის და შესაბამისად არსებობდა გარკვეული სპეკულაციები და არსებობს ალბათ დღემდე გარკვეული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია მიიღებს თუ არა ამ არჩევნებში მონაწილეობას. იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად გირჩს გაცხადებული აქვს, იაგო ხვიჩას გირჩზე არის ამ შემთხვევაში საუბარი, არჩევნებში მონაწილეობა. და ეს არის უკვე ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა ქართული ოცნებისათვის. არ მონაწილეობს საკოორდინაციო შეხვედრებში. არ მონაწილეობს, ხო? მე გეკითხებით იმ აინტერესებდათ უკვე მშობლებს პირადად მოსმენა და არა მხოლოდ მშობლებს საზოგადოებასაც დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენი კოალიცია ამ ნაწილში არის ძალიან ხმამაღალი, ძალიან ხისტი და ძალიან პირდაპირი და მკაფიო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას არავითარ შემთხვევაში, თუ სამი ძირითადი პირობა არჩევნებამდე არ იქნება ამ ქვეყანაში დაკმაყოფილებული. ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, უღონდ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება ნეიტრალური CSKO-ს და მიუკერძოებელი CSKO-ს პირობებში და არა კალანდარიშვილის პირობებში და მესამე პირობა ეს არის ბუნებრივია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს სამი პირობა თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ნებისმიერი ფორმით არჩევნებში შესვლა ნებისმიერი არგუმენტით, რომელ პარტიამ რა არგუმენტიც არ უნდა დაასახელოს, ეს იქნება ლეგიტიმაცია უბრალოდ. როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, მოდი ასე ვიტყვი, ქარტიაზე ხელმომწერი პარტიებიდან, ამ არჩევნების შედეგებით ბარიერ გადალახული კოალიციებიდან არსებული პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეულ ბუნდოვანებას ტოვებს. ამიტომ თაზოსთან გადავალ, პირდაპირ დაწერა სხვათა შორის ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომ
9-ის და 25-ის პასუხი გუშინდელ შეხვედრაზე იყო ბუნტოვანი. 25 გახარია, 9-იანი ხართ თქვენ. რატომ დატოვა თქვენმა პოზიციამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აი ესეთი ორაზროვნების სივრცე და საფუძველი? აი რატომ არ შეგიძლიათ დაარწმუნოთ კოლეგები, ოპოზიციის აი ესეთი აქტიური მხარდამჭერები, თანამებრძოლები შეგვიძლია პირდაპირ უწოდოთ ხო? ნანუკა ჟორჟოლიანს რომ თქვენ არანაირ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავთ. ეს ბუნდოვანება როგორც ჩანს, დარჩათ ამ შეხვედრაზე სინდისის პატიმრების მშობლებს. როგორ გააქარწყლებთ ამ ბუნდოვანებას? მე არ შევარ მის შეფასებაში ვის რა ვინ რაში როგორ არის დარწმუნებული და ვის რა ვერ არწმუნებს. ერთი ფაქტი ცხადია რომ ის რომ ჩვენ ამდენი ხანი ამ თემაზე ასე ვლაპარაკობთ, ივანიშვილი დისონანსის მიზანს ამ თვალსაზრისით აღწევს. სრულად არ რელევანტურია ამ არჩევნებზე ეხლა ლაპარაკი. ეს არჩევნები არც პოლიტიკური აქტუალური დღის წესრიგის საკითხი არ არის და არც პროცესში რაიმე კარგი შემოტანა შეუძლია. იქნებ სწორედ ეს პასუხი პირველად არ მესვრის თქვენი კოალიციის წევრებისგან. მე მინდა პასუხი მივიღო შეკითხვას და ამიტომ ვცდილობ ჩაკითხვებს. ეს პასუხი აქამდეც მომისმენია ბადრი ჯაფარიძესგანაც წინა გადაცემას დაახოთ ეს პასუხი მოვისმინე რომ ჯერ ნაადრევია ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი. მაშინ ნაადრევი არ მითხრობს. საერთოდ არ რელევანტურია ამაზე ლაპარაკი თქო. ნაადრევი სხვა რამეს ნიშნავს. არ რელევანტურია ამაზე მაშინ ლაპარაკი. რატომ ვერ აუხსენით სინდისის პატიმრების მშობლებს რომ არ არის ახლა იმ ადამიანების რომ უადგილო ახლა ამ თემაზე ლაპარაკი. დიახ. იმ ადამიანის მშობლები, რომლებიც ახლა აბსოლუტურად უკანონოდ, აბსოლუტურად უსამართლოდ ზიან ციხეში, მათაც ვეტყვი ამას თქვენი ეთერის საშუალებით. იყო თუ არა ასეთი ფრაზა ნათქვამი, რომ არ ივაჭროთ ჩვენი შვილებით, არ გაცვალოთ ჩვენი შვილების ამ შეხვედრაზე ასეთი ფრაზები არ მომისმენია. ვინც იყო თქვენი წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ამ შეხვედრიდან, ასე ვთქვათ, ინფორმაციით მოსულისგან არ მოვიტყუებ, მაგრამ გულწრფელად გეუბნები, არ ვიცი ვინ რა არ დაინტერესებულ ხართ კონკრეტულად იყო თუ არა, ანუ თქვენი ციხე იყო თუ არა ასეთი. მე დავინტერესდი თუ არა, ამით არ ვიცი ესეთი ფრაზა ნამდვილად იყო თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ თვითონ სინდისის პატიმრები მათი იმას ეხებოდა ემამ მკითხეთ რომ ეს ფრაზა მართლა იყო თუ არა იმ შეხვედრიდან არ ვიცი. არ ვიცი, როგორ გითხრათ აბა? არ ვიცი. შეიძლება თქვა ჩემი პოზიცია. ჯერათ თქვენ გვარამიასი რომელმაც ეს ინფორმაცია გამოიტანა ძირითადზე რომელიც დასვით. ხო, ივაჭრებთ თუ არა სინდისის პატიმრების თავისუფლებით. სერიოზულად მეკითხებით ამას? სერიოზულად მეკითხებით ამ ფორმით ამ კითხვას ახლა? ამ კითხოს სერიოზულად მეკითხებით რომ ვივაჭრებთ თუ არა სინდისის პატიმრები? მეკითხებით, იმიტომ რომ ეს საკითხი დაისვა შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ მათი მშობლები და ოპოზიციური კოალიციების წარმომადგენლები. რადგან ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, როგორც ჩანს, პროცესში ისეთი რომ მეკუთვნოდეს კითხვა ვივაჭრებთ თუ არა სინდისის პატიმრებით. აი ეს არ მესმის უბრალოდ. კი ბატონო, ეს შეკითხვა ალბათ იმ ადამიანებთან არის, ვინც ეს ასე ვთქვათ, საკითხი ამ ფორმით დასვა, არა? არ მეთანხმებით ხაზო? არ მინდა რომ ეხლა ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, უბრალოდ კი ბატონო, ეს ხო, ეს სხვა საქმეა თუ არ შეიძლება რომ გიპასუხ. არა, ეს რა ფორმა არის ეხლა, როგორ შეიძლება რატომ დადგა ამ ფორმით საკითხი? პასუხი გავცვა რომ მე გავიგოთ ეჭვი, განცდა, მოლოდინი, რატომ დაუშვეს ალბათობა რომ შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს. გაგცეთ პასუხი? მადლობა. შეხედეთ ამ პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც ეხლა ვართ. პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოიწვია საპარლამენტო არჩევნებმა. იმ ფაზაში ამ პოლიტიკური კრიზისის რომელშიც ეხლა ვართ. როცა გადავიარეთ ძალიან რთული პერიოდი სუსხიანი ზამთრის და ეს პროტესტი ვერ გატეხა ივანიშვილმა ვერც ფინანსური სანქციებით, ვერც დაჭერებით, ვერც შეშინებით, ვერც ცემატყებით, ვერც ადამიანების პირში ჩაფურთხებით, ვერც მასიური წამებით. ეხა მცდელობა არის რაღაცა დისონანსის შემოტანის. მე გეუბნებით რომ ეს დისონანსი არის უადგილო. მე გეუბნებით რომ არ არის სალაპარაკო მანამ სანამ ის ადამიანები რომლებიც ეხა უკანონოდ ზიან ციხეში არ იქნებიან გარეთ. მანამ სანამ ივანიშვილი არ იქნება იძულებული რომ ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. მანამ სანამ ეს პოლიტიკური კრიზისი არ დამთავრდება, არავითარი სხვა არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს არც თვითმმართველობა, არ არსებობს არც ინსტიტუციური მმართველობა, არ არსებობს არც ქართული დიპლომატია, არ არსებობს არც ქართული საგარეო პოლიტიკა, არ არსებობს ქართული ეკონომიკა, არაფერი არ არსებობს, მანამ სანამ ამ ქვეყანაში თავარი ამბავი არის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც გაყალბებულმა არჩევნებმა შეგვიყვანა. ამაზე მარტივად სათქმელი არაფერი არ არის, შეხედეთ, მარტივი ამბავი არის. მანამ სანამ უკანონოდ დატყვევებული ადამიანები არ იქნებიან უპირობოდ გარეთ გამოშვებულები.
მანამ სანამ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩაინიშნება. ამ თემაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია, არასერიოზულია. როგორ წარმოგიდგენიათ ვინმე საერთოდ ამ ქვეყანაში? აი ამ პირობებში, როდესაც არაფერი ამ ქვეყანაში არ იცვლება. ეს კრიზისი ესე მიგორავს ბოლომდე. აი მოიმედობაში ჩადის ეს ქვეყანა, რაც შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებამდე ამ სიტუაციის ასე გაყოლონ მიიყვანოს ეს ქვეყანა. იმ უბედურებაში, სადაც აღმოჩნდება ოქტომბერში ეს ქვეყანა თუ ეს პოლიტიკური კრიზისი იქამდე გაგრძელდა. საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ რაიმე არჩევნებში მონაწილეობის მიღება ქართულ ოცნებასთან? ამიტომ ვამბობ, რომ არარელევანტურია. არასერიოზულია, დისონანსია პროცესში. ეს აწყობს მხოლოდ ივანიშვილს, ეს აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას. აი ეს პოლიტიკური გზავნილია. ამას ვამბობთ ჩვენ პირველივე დღიდან. ჩვენ გვაქვს ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პრობლემა ემა. თუ შეიძლება დავასრულებ აზრს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ რაღაცა სხვაგან წავედით ახლა. ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს დიდი პრობლემა. 13 წელი მას მართავს ხელისუფლება, რომელმაც კითხოთ მოსახლეობას, მიიყვანა ეს ქვეყანა ევროკავშირთან? თუ ამ ქვეყანაში შეწყვიტა ევროკავშირთან ყველანაირი ურთიერთობა, შეწყვიტა შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამ ქვეყანას 13 წელია მართავს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ოქროს კოშკებს უგებს საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკური თვალსაზრისით. რომელიმე ქართველი იმაზე უკეთესად ცხოვრობს, გარდა კორუმპირებული ოლიგარქატის წევრებისა, რომელიმე ქართველი იმაზე უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე ცხოვრობდა. ხო ამაზე არ ცხოვრობს. ამიტომ ადამიანებმა ერთი წუთი ვიტყვი რა ბოლომდე. ამიტომ ადამიანებმა ეს უნდა გაითავისონ. ადამიანები უნდა შეუერთდნენ იმ ხალხს, რომელიც დგას რუსთაველზე. პოლიტიკოსების საქმე ისაა, რომ ჩვენ ამ ხალხს უთხრათ, შევახსენოთ ის სად ცხოვრობთ, რის გამო ვართ აქ და გამოვიყვანოთ. ერთი, მეორე, პოლიტიკოსების საქმეა, რასაც ლელო ამბობს პირველივე დღიდან ამ კრიზისის რომ დავსხდეთ ერთ მაგიდასთან. ის 4 პარტია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ მოგცა ხელისუფლების მართვის მანდატი და რომელსაც წაართვეს ეს არჩევნები. იმ ხალხს წაართვეს, ჩვენთვის არ წაუხდებევით ხელისუფლება. ჩვენ უნდა დავждდეთ სალაპარაკო მაგიდასთან, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან ერთად. ეს იყო პირველადი ფორმა. რა თქმა უნდა, მე ის უნდა გაიზარდოს ეს ფორმატი, მაგრამ ამ ფორმატით პოლიტიკური კრიზისი უნდა დაუპირისპიროთ პოლიტიკური პროცესი. აი ეს არის ახლა მთავარი. გარდამტეხი მომენტია პროტესტის ვითარებაში. თქვენ ხედავთ რა ხდება, ხო? ფაქტიურად ბრუნდება ერთა გაზაფხული, რასაც ერქვა მე-19 საუკუნეში. ეს ამბავი ხდება სერბეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ყველგან ეს ხდება. საქართველოშიც გარდამტეხი მომენტია. ამაზე უნდა ვისაუბროთ, როგორ გაიზარდოს ეს პროტესტი, როგორ ჩამოიშალოს ხელისუფლება, როგორ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ყველაფერს სხვაზე ერთმანეთთან თავდასხმები, რომ ვიღაცა ვერ დაარწმუნა, ვიღაცამ რაღაცა სწორად ვერ უთხრა, ვიღაცით ივაჭრებს. მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე ასხავს წყალს. კი ბატონო, ანუ მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც, ანუ არის თუ არა ეს პასუხი თქვენთვის საბოლოო პოზიცია თუ მაინც გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს, იმიტომ რომ ასეთი ფრაზაც მოვისმინეთ გუშინ გვარამიასგან, გვარამია ამბობდა რომ ჩვენს კოალიციას რომ მერობის ფალავანი ყავს, ხო, ისეთი არავინო, სხვა შორის მე ვიფიქრე რა თქმა უნდა ნიკა მელიაზე, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე რომ შესაძლებელია ნიკა გილაურსაც გულისხმობდა, თქო და რომელი ნიკას გულისხმობდა, ესე ძალიან საინტერესო. ნიკა მელიაზე იყო საუბარი, ხო, როგორც ჩანს, ხო, ვიღაცისთვის თუ ეს თემა განხილვის არის არასერიოზული, არარელევანტური, უადგილო, ამ ეტაპზე არასერიოზული სიტყვაც იხმარეთ, მოვინიშნე, არ არის ახლა ამ თემაზე სალაპარაკო, იმიტომ რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, თქვენთვის პირიქით თქვენ ამბობთ რომ 31 მარტამდე უნდა გაირკვეს და ამ ოპოზიციურმა კოალიციებმა, თქვენმა კოლეგებმა, პარტნიორებმა უნდა დააფიქსირონ ცალსახად და გადაჭრით, რომ არც ახლა და არც არასდროს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. აი თაზოს ეს პოზიცია არის თუ არა თქვენთვის ცალსახა პასუხი, რომელიც არანაირ ეჭვის საფუძველს და ინტერპრეტაციებს არ ტოვებს. კი ბატონო, ესეთი ამბავი არის, რომ სპეკულაციურად პროპაგანდისტულად თუ რაიმე სხვა მიზნით ეს კითხვა საზოგადოებაში უკვე შემოგდებული არის რეალურად და ისმის, ლეგიტიმურად ისმის მოსახლეობაში ეს კითხვა, პროტესტანტებში ეს შეკითხვა, რომ აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და მაშინ, როდესაც საზოგადოებას აქვს კითხვა, ბუნებრივია, რომ იქ უნდა გაეცეს ამ კითხვის პასუხი ცალსახად და მკაფიოდ. შეიძლება რაღაცა დაშვებებით, რა დაშვებებსაც დღეს უშვებთ, რომ თუ ეს არ იქნება, ეს არ იქნება და ეს არ იქნება, ჩვენ არ შევდივართ ამ არჩევნებში ამ დაშვებებით. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ამ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც დღეს ვართ, აუცილებლად უნდა გაიცეს. და ჩვენ დავაფიქსირეთ კიდევაც რა არის ეს თუები, ხო? ახალი საპარლამენტო არჩევნები, ნეიტრალური CSKO და თავისუფალი პოლიტპატიმრები, ეს თუებია ჩვენთვის, თუ ესენი თუ შესრულდება და მხოლოდ მაშინ მიეცემა ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი და მანამდე ყველანაირ არჩევნებს აზრი დაკარგული აქვს და რაც შეეხება მეორე
ნაწილს ნიკას მიერ ნახსენებ ნიკა გვარამიას მიერ ნახსენებ ნიკა მელიაზე იყო ნამდვილად საუბარი. ნიკა მელია ბოლო თვითმმართველობის არჩევნებში იყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი და ის იყო ადამიანი, რომელმაც 206,000 მეტი აიღო და დაახლოებით მეორე ტურზე არის საუბარი. 45% მოიპოვა თბილისელების მხარდაჭერა და ესეც იმ პირობებში, როდესაც ქართულმა ოცნებამ მოახდინა სრული მობილიზაცია რესურსის. იქნებოდა ეს ადმინისტრაციული რესურსი, კრიმინალური რესურსი, ფულის გამოყენება, დაშინება, შანტაჟი, ნებაზე გავლენა თუ ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისად, მხოლოდ ამ კონტექსტში იყო ნახსენები ნიკა მელია, როგორც წინა არჩევნებში კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა სრული ოპოზიციური მხარდაჭერა და ძალიან დიდი მხარდაჭერა თბილისელების მხრიდან და შესაბამისად ჩვენ ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ პარტიას ყავს თბილისის, საქართველოს არა მხოლოდ თბილისის, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი საკრებულოს წევრი. მხოლოდ ამ კონტექსტში იყო ნახსენები, რომ რესურსულათაც და როგორც პირველი, ანუ ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე ოპოზიციური პარტია, რაც საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, ჩვენ არ ვფიქრობთ ამის მიუხედავად რაიმე სახის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებას. ეს იყო და ეს ინტერპრეტაცია მხოლოდ რომ შესაძლებელია ოპოზიციის შიგნით ვიღაც ფიქრობდეს ამაზე. ალბათ მიიღეთ ამ უმწურავი პასუხი ამ შემთხვევაში ალბათ 31 უკაცრავად 31 მარტს პოლიცია ცვლილებებისთვის გამოწვევაზე ეს კითხვა თქვენ კითხოს უპასუხებთ საზოგადოებას თუ აინტერესებს. ჩემს უბრალოდ გაუგებარია ეხა პოზიცია ბოდიში ანასთან, მაგრამ პოზიცია არის ვერ ხვდები. ანუ ვამბობთ რომ ერთის მხრივ პოლიცია ცვლილებებისთვის ამბობს რომ ყველა მე ხა ზუსტად ისე უნდა თქვას როგორც პოლიცია ცვლილებებისთვის. ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ. თუ ვინმეს რამის თქვის საშუალება ნიკა მელია ამისთვის იდეალური კანდიდატი, ეგ ცოტა ვერ გავიგე, ცოტა გაუგებარია. არა, ჩვენ თქვით ღია პასუხი თაზო საერთო თავდასხმაზე. თქვენ რა ფორმულირებით გააჟღერებთ თქვენ პარტიულ გადაწყვეტილებას და პოზიციას. ეს თქვენი გადასაწყვეტი არის. მე ამიტომ არ საერთოდ არ შემოვედი თქვენი პასუხის ინტერპრეტაციაში. მოსახლეობა მინდა რომ დავაზუსტო, ეგ არის, ანუ ამაზე არ ვილაპარაკოთ, არ არის ეს, ამარჩევს მოეწონა არ მივიღოთ. ჩვენ ვლაპარაკობთ ღიად. ჩვენ ვლაპარაკობთ ღიად. ჩვენ ვლაპარაკობთ ღიად, რომ ჩვენ არსებული ძალიან დიდი რესურსის მიუხედავად, რომელიც პარტიას აქვს, მათ შორის ადამიანური რესურსის და მხარდაჭერის მიუხედავად, პარტიული მხარდაჭერის მიუხედავადაც და რაც საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერ არჩევნებში შესულ შემთხვევაში ყველაზე მეტი მანდატის მოპოვების, საერთოდ არ ვაპირებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ არჩევნებმა ამ ქვეყანაში აზრი დაკარგა, განსაკუთრებით ამოცნობით. ეს იყო და ეს მხოლოდ ის, რაც გუშინ ნიკა გვარამიამ თქვა, მეტი არაფერი არ ყოფილა საერთოდ. ნიკა მელია რომ კარგი კანდიდატია, ხა ამას თქვენი ასე მაშინდელი პარტიის, ეხლა კი კოალიცია ხართ, მაგრამ ლელოს და მისი ლიდერების მხარდაჭერაც და მზაობაც ადასტურებდა, მზად იყვნენ მის ვიცემერობაზე. პირადად მე ვიყავი მეორე ტურში ნიკა მელიას თბილისის მთავრობის ერთ-ერთი წევრი. კი ბატონო. ამას უბრალოდ ეს არ მგონია ხა სალაპარაკო. ამას რომ ვამბობ, ამას იმიტომ კი არ ვამბობ ემა, რომ მინდა რომ ადამიანებს ყურადღება გადავიტანო რაღაც სხვა თემაზე. ამას კი იმიტომ კი არ ვამბობ, რომ პოლიტიკური რიტორიკის ლამაზი ფორმით მინდა რაღაც თემას გავიქცე. არ ვიცი, ჩემი არც ისე გრძელი, მაგრამ პოლიტიკური კარიერის მანძილზე თემა არ ყოფილა, რომელსაც გაურბივარ რაღაცა რიტორიკით და ჩვენ პარტიაში ეს არ არის მეთოდი. ამას იმიტომ უწრფელად ვამბობ ერთი რაღაცის გამო. იმიტომ რომ დღეს პოლიტიკური კრიზისი აბსოლუტურად სხვა რაღაცაშია. საქართველოს ძალიან დიდი მასშტაბის პრობლემა აქვს, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნები არის. იმიტომ კი არა, რამ პრობლემა კი არა მაქვს, რომელიმე კანდიდატი გავარჩევან თვითმმართველობას დეტალურად ვილაპარაკო. უბრალოდ არ მგონია ეხა მნიშვნელოვანი. ეხა მნიშვნელოვანი მგონია ორი რამ. ერთი ეს არის ამ პროტესტის გამსხვილება საგაზაფხულო სეზონისთვის შესაბამისი გამსხვილება იმისთვის რომ ამ პროტესტმა შედეგი მოიტანოს და ახალ არჩევნებამდე მიგვიყვანოს მაგრამ ერთიანობა მათ შორის ერთიანობა ამ პოზიციაში ერთი და მეორე ამას ჭირდება პოლიტიკური პარტიებისგან მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება რაც გულისხმობს იმას რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური პროცესი უნდა შექმნან რომელიც ამ პროტესტს გაძლიერებს და ეს პროტესტი პოლიტიკური პროცესის გარეშე დავიდეთ ახლა ამაზე მნიშვნელოვანი გამოვლინდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს მიხარით იმაში რასაც მაგალითად ჩვენ ვამბობთ არჩევნების შემდეგ პირველი დღიდან რომ ჩვენ ის გამარჯვებული პარტიები რომელსაც ხელისუფლება უნდა გაგვენაწილებინა და ვისაც მოხპარეს არჩევნები ვის ამომრჩეველსაც მოყარეს არჩევნები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გინდა ეროვნული კონვენტი დავარქვათ ამას ეროვნული ასამბლეა სახალხო პარლამენტი ერთად პოლიტიკურ სივრცეში უნდა დამждარიყავით
იმ პირველივე დღიდან და ეს პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო წინ იქნებოდა დღეს. ამის პრობლემა არ არის დღეს დავждეთ ესე. ის რაც ამბობს ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია სხვა შორის ის კოორდინაციის ფორმატი, რომელზეც ის ლაპარაკობს. ის არის ის სივრცე, რომელშიც თლათ ის არ არის, თქვათ, რასაც ჩვენ ვამბობდით, თლათ იმ ფორმის არ არის, მაგრამ ლელო ძლიერი საქართველოს მთელი მისი არსებობის მანძილზე, განსაკუთრებით ამ პოლიტიკურ პროცესში, კრიზისის პროცესში, თანმიმდევრული ვართ ამაზე. ჩვენი მიზანი მარტივია. მიზანი არის ახალი არჩევნები. მიზანი არის ის, რაც 86% საქართველოს მოსახლეობის მიზანია ყველა სოციალური გამოკითხვით, მათ შორის უკანასკნელი. გზა ევროპისკენ ისევ დაბრუნდეს საქართველოს რეალობაში. ეს არის ჩვენი მიზანი. ამ მიზნისთვის ვიბრძვით, ამ მიზნისთვის გვინდა ახალი არჩევნები. ამისთვის აბსოლუტურად ყველა ძალისხმევას გავიღებთ. ყველა ერთობის ნაწილი ვიქნებით კოორდინაციის თვალსაზრისით, ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს პროცესი გაძლიერდეს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს. უნდა ეგზისტენციალური საკითხია. ამიტომ მე ვილაპარაკოთ, როდესაც სამშვიდობოზე გავალთ, ეს ქვეყანა რომ გადარჩება რუსეთს დაპყრობას, კიდევ ერთხელ რომ გადარჩება ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. მე ვილაპარაკოთ ისეთ რაღაცეებზე, რაშიც ნორმალურ ქვეყნებში ლაპარაკობდა. დღეს ნორმალურ ქვეყანაში ჩვენ არ ვცხოვრობთ. ქვეყანაში სადაც ადამიანებს პირში აფურთხებენ და 350 კაცს პოლიცია აწამებს, სადაც თქვენ კოლეგებს აჩერებენ გზაზე პოლიციელები და ვისაც ხარება არ მოწონს, ამის გამო აგინებენ და სახეში იარაღს ურტყავენ. ამ ქვეყანაში ნორმალური არაფერი არ მოხდება. მაგრამ არ მინდა რომ ვინმე ზეგონოს რომ უიმედობა შეიძლება დამკვიდრდეს. გაზაფხული მოდის და გაზაფხული არის ერთა გაზაფხული, რასაც ვხედავთ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და არავის არ შეეშინდეს ამ პროცესის. ჩერჩილის ცნობილი სიტყვებია: ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ ყველგან, ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, არასდროს არ დავნებდებით და ამას ამბობდა ყველაზე რთულ დროს ომის. ეს ვიცოდეთ, რომ პოლიტიკოსების საქმეა ადამიანებს უთხრან სიმართლე და ადამიანებში იმედი აცოცხლონ. და ეს იმედი არ უნდა დაკარგოს პირველ რიგში იმ ათასობით ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იდგა ეს დღეები, იმიტომ რომ მათ დაემატებათ 10,000-ობით ადამიანი. კი ბატონო. ანა, არსებული პოზიციები, ხომ, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ თუნდაც საგაზაფხულო საპროტესტო პროცესში ოპოზიციამ გარკვეული ერთობა სალომე ზურაბიშვილთან ერთად აჩვენოს საზოგადოებას. კი ბატონო, რითაც დავიწყებთ, იმით დავასრულებ პრინციპში. საუბარი დავიწყეთ პოლიტპატიმრების მშობლებით, რომლებიც არიან ხმა ამ პროტესტის შეიძლება ითქვას, ხომ, რეალურად და მორალური საყრდენი. ერთგვარი და გამოძახილი პროტესტის არსის და იქ მდგომი ადამიანების და მათი ერთ-ერთი მოთხოვნაც რეალურად იყო, რომ უნდათ ოპოზიციის ერთობის ნახვა. ოღონდ ამ ერთობაში ბუნებრივია მაყურებელს რო აუხსნათ, არ იგულისხმება ერთიანი სია, რაღაც ერთნაირი ერთ ორგანიზაციაში თავყრილობა და ასე შემდეგ. აქ ერთიან კოორდინაციაზეა საუბარი, მოთხოვნებში ერთიან გაჯიუტებულ პოზიციონირებაზე არის საუბარი და მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებშიც, რომელიც შეიძლება გახდეს ქართული ოცნებისათვის რაიმე სახის ლეგიტიმაციის წყარო, მათ შორის უნდათ რომ ერთიანი პოზიცია ქონდეს ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები, რომელიც მოითხოვს. ოღონდ ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ ბუნებრივია მარტო ჩვენი პარტია, მარტო ლელო არ ესწრებოდა, იყვნენ სხვა პარტიებიც და ალბათ იმ პარტიებთანაც უნდა იყოს აღნიშნული შეკითხვები დასმული აუცილებლად. კი ბატონო, ვიდრე არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, მანამ იქნება ეს შეკითხვა ამ საკითხზე ლეგიტიმური და აქტუალური. მადლობა ანა გოგოლაძეს, თაზო დათუნაშვილს. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება, შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ კოალიციებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ კიდევ ერთხელ წერილობით შეახსენოს ევროპელ ლიდერებს. ხვალდაზეგ ევროსაბჭოს სხდომა იმართება და როგორც აღმოჩნდა, დღის წესრიგში საქართველოს საკითხის განხილვა ჩანიშნული არ არის. ამიტომაც გადაწყდა ვრცელი წერილის მიწერა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის კრიტიკული საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს ევროპელი ლიდერების არა მხოლოდ ყურადღებას, არამედ მათ ჩართულობას. სხვათა შორის აქ საუბარია მოწოდებაზე, რომ სათანადო ყურადღება დაუთმონ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს, საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული
ევროპული მომავლის წინააღმდეგ. საკმაოდ ვრცელი წერილია, როგორც უკვე გითხარით, რომელიც მთავრდება შემდეგი ფრაზებით, რომ მოგიწოდებთ, რომ საქართველოს საკითხი შეიტანოთ ევროპული საბჭოს მომდევნო სესიის დღის წესრიგში. მომდევნო სესიამდე კი მზად ვარ წავდგე პროევროპულ პარტიებთან ერთად ევროპული პარლამენტის წინაშე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ვიქტორ ყიფიანი, GeoCase-ის თავმჯდომარე შემოგვიერთდა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთვის რისი მანიშნებელია, რომ საჭირო გახდა კიდევ ერთხელ აწუყვე ესეთი ვრცელი ერთობლივი წერილით შეხსენება თავის ევროპელი ლიდერებისთვის, რომ აუცილებელია მათი ყურადღება, მათი ჩარევა, მათ მიერ აქტიური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოსთან მიმართებაში. არის თუ არა ეს ჩვენთვის ცუდი, მოდი ასე ვთქვათ, სიმპტომი, ცუდი ნიშანი და რეალურად ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთი წერილის გაგზავნა გამოიღებს იმ შედეგს, რაზეც არის თვითონ ეს გზავნილი გათვლილი. ძალიან რთულია იმის თქმა, რა შედეგს გამოიღებს, მაგრამ ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს არის ჩვენი ყოველდღიური საჭიროება. მით უმეტეს ამ მომენტში, როდესაც ყალიბდება ახალი უწესრიგი მე ხშირად ამას ვიყენებ ამ სიტყვას, როგორც გეოპოლიტიკური დატვირთვით, ასევე ეკონომიკური დატვირთვით. ამდენად ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ, მიუხედავად ფორმირებული თუ ტრანსფორმირებადი წესრიგისა, ეს ყოველთვის ჩვენი მუდმივი ამოცანა იქნება, როგორც კომპაქტური ქვეყნის მხრიდან, გამოვიყენოთ ყოველგვარი საშუალება, ყოველი მომენტი, ყოველი პლატფორმა, რომ შევახსენოთ ჩვენ საჭიროებებზე თავი. ეს არის ჩვენი ხვედრი, ეს არის ჩვენი ბედი და ამას ჩვენ თავიდან ვერ ავირიდებთ. თუმცა აი დღენია და ხომ საინფორმაციო სივრცეს რომ გადაავლებ თვალს, ოპოზიცია, საზოგადოების აქტიური წევრები იმგვარად წარმოაჩენენ ხოლმე ვითარებას. ეს სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ყოველდღიური გზავნილებიც ამას ცხადყოფს, რომ თითქოს საქართველო ყოველდღიურად არის ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დონეზე ყურადღების ცენტრში. ამ დროს ვხედავთ, რომ მაინც საჭირო ხდება აქედან ესეთი ვრცელი დეტალების შემცველი წერილის გაგზავნა. ანუ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აი ამ დიდი მსოფლიო უწესრიგობის პირობებში ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ შესაძლებელია ყურადღების ეპიცენტრში კიდევ დიდხანს არ მოვექცეთ. თქვენ ძალიან დიდ საკითხს შეეხეთ ახალი გეოპოლიტიკური ხელწერისა, განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების მხრიდან. მე ერთ-ერთ ნაწერში ვთქვი, ხომ არ ბრუნდება ხანა ახალი გადანაწილების ზონებისა, ახალი გავლენის ზონებისა და ამას დავარქვი დიდი სახელმწიფოთა მხრიდან გარკვეულწილად აი რევიზიონიზმის ხელწერა, როდესაც არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჰეგემონებს ჩვევიათ დროდადრო ახალი წონასწორობის წერტილის მოძებნა. მით უმეტეს ისეთი რთული პროცესების ფონზე, რასაც უკრაინაში ომი ქვია, რასაც ჩინური ექსპანსია ქვია რეგიონში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამდენად ის მოცემულობა, ქალბატონო ემა, რაც ჩვენ ვთქვით, რომ ამ ვითარებაში მუდამ ქართული დიპლომატიის და ქართული სახელმწიფო აზროვნების მთავარი მოტო, მთავარი მოწოდება იქნება არაფერი საქართველოზე, საქართველოს გარეშე. რამდენად გამოგვივა ეს ჩვენ, როგორი იქნება ჩვენი რესურსი ამ მხრივ, როგორ შევძლებთ ჩვენ ამის მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ეს წიწილად ჩვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ მათ შორის კიდევ ერთი რემარკა და კომენტარი ამ წერილთან დაკავშირებით, ეს წერილი ალბათ ჩემი აზრით კიდევ ერთი შეხსენება არის, რომ მიუხედავად იმ პროცესებისა, ნეგატიური პროცესებისა, რაც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს, ქართული პოლიტიკური აზრი არ ჩამკვდარა, ქართული პოლიტიკური პარტიების, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის მცდელობა, რომ მაქსიმალურად გააცოცხლოთ პროცესი, მაქსიმალურად ენერგეტიკა შეიტანონ და ისინი საერთაშორისო თანამეგობრობას ევროპულ სამშობლოში უგზავნიან, უკეთებენ შეხსენებას, რომ
მათ ქვეყნის შიგნით ყავთ მხარი დასაყრდენი და მოკავშირე. ხო, აი უფრო კონკრეტულად მინდა გკითხოთ, ამ ვითარებაში, როდესაც შეიძლება ძალიან არაპოპულარული რამ თქვა, მაგრამ დაახლოებით ბოლო 4 თვეა, 4 თვეზე მეტია, ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსულ სამართლიანად აღელვებულ საზოგადოებას კვებავს იმით, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს ქართულ ოცნებას დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. რაც დრო გადის, აი ეს დამაჯერებლობა აი ამ მოლოდინისა მაპატიეთ და ბევრი მიზეზის გამო იკლებს. მაგრამ ჯობია ხოლმე რომ ითქვას, თუნდაც ეს მოსაზრება მცდარი იყოს და გახდეს განხილვის საგანი. აი შექმნილ ვითარებაში არის თუ არა რაიმე მოასწავებს იმას, რომ ქართული ოცნება გახდეს იძულებული, დაიწყოს უკან დამხევი ნაბიჯების გადადგმა და თუნდაც ადგილობრივ არჩევნებამდე აღარ დარჩეს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დანიშნოს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები. სწორი შეკითხვაა, თქვენ თქვით კიდევაც და ერთგვარად მოიბოდიშეთ, რომ შეკითხვა შეიძლება იყოს უხერხული, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი კარგი ტრადიცია, მე და თქვენ უხერხულ კითხვებს ვსვამთ მონაკვეთში საღამოს 9 საათიდან 10 საათამდე. და ვინაიდან ახლა არის 10:00, 12:00, 13:00, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია უხერხულობაში გადავეშვათ. გეტყვით ჩემ აზრს და აქ არ არის საუბარი იმაზე, ვინმეს თავი მოვაწონოთ ან კრიტიკა გამოვიწვიოთ. ალბათობა იმისა, რომ მოდით სხვაგვარად ვიტყვი, რა თქმა უნდა, გარკვეული სკეპტიციზმი ახალი არჩევნების დანიშვნის ალბათობასთან დაკავშირებით არსებობს. და ეს სკეპტიციზმი სწორედ გამოწვეული არის ქართული ოპოზიციური სპექტრის სისუსტით ქვეყნის შიგნით, რომ მათ ვერ მიაქვთ სათანადოდ ქართველი ამომრჩევლისადმი და მათი ამომრჩევლისადმიც მათ შორის მათი დღის წესრიგი. და მე ახლა ეს წერილი მე კი ვეცადე რომ გამეკეთილშობილებინა, მაგრამ მოდით ახლა რახან ჩვენი დიაპაზონში შევედით, არა უხერხული კითხვების დროის მონაკვეთის, ხანდახან შეება შტაბეშტილება, რომ ოპოზიციური პარტიები გარედან გასვლის შედეგად ცდილობენ ქვეყნის შიგნით საკუთარი თავის გაცოცხლებასა და პრესტიჟის აწევას. ესეც არის, რა თქმა უნდა, მე პრომეტიც ახლა დღეს ერთ-ერთ ფორმატში დამისვეს კითხვა, არის თუ არა ალბათობა და რამდენად მაღალია ალბათობა, რომ ქართულმა ოცნებამ გამოძებნოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ენა. რა თქმა უნდა, ასეთი ალბათობა არის. ელჩის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო თუ არა ამის მცირე, მაგრამ გარკვეული სიმპტომი? აქამდეც მივალთ, ანუ რა თქმა უნდა არის ამის ალბათობა. და ამის ალბათობა არსებობს არა მარტო ქართული მხრიდან, არამედ ამერიკული მხრიდან და ჩვენ ამ ხრივ რეალისტები უნდა ვიყოთ და იდეალიზმს ხო შევთანხმდით, რომ უნდა მოვეშვათ და დამშვიდობოთ. ტრამპი ტოვებს, რა თქმა უნდა, ტრამპის გუნდი ამჟამინდელი ეხლა ამ ეტაპზე ტოვებს იმის მოლოდინს, რომ ასეთი საერთო ენა შეიძლება გამოიძებნოს. ეხლა ალბათობა ჩვენ პროცენტულად მოგავზომავთ, მაგრამ რა თქმა უნდა ასეთი ალბათობა არის. ამდენად ჩემთვის როდესაც ვფიქრობ, რამდენად დღეს დისკომფორტს გრძნობს ქართული ოცნება ქვეყნის შიგნით, რომ ის იძულებული იქნეს, როგორც თქვენ თქვით, წავიდეს ახალი არჩევნების დანიშვნაზე, მე დარწმუნებით ვერ გიპასუხებთ, რომ ასეთი იძულება არსებობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ გვითქვამს იმაზე, რომ კი თავდადებულია პროტესტი, კი ძალიან შემართული არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც აი წინააღმდეგობის მოძრაობაში არის ჩართული, მაგრამ ჯერჯერობით, თავისი მასშტაბით, თავისი გამოხატვის სიმწვავით ალბათ ეს წინააღმდეგობა ვერ აღწევს ისეთ დოზას, ისეთ დოზირებას, ისეთ ხარისხს, რომ ასეთი დისკომფორტი შეუქმნას ქვეყნის გარეთ, ქვეყნის გარეთ კიდევ. ჯერჯერობით ეს თქვა, ასეთი კონიუნქტურა, რომელიც ასე შეიძლება ერგებოდეს ქართული ოცნების მოლოდინებს, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში იშვიათად შეიძლება ადამიანს წარმოედგინა ამერიკაში არჩევნების დღის ჩატარებამდე. ასე რომ ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება ბოლოს ვარ დავტოვო ხო შეხვედრას. ჩვენ გავიხსენოთ დანიგანი ჯერ შეხვდა მაკაბოჭერიშვილს, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს. ეხლა რაც შეეხება ამ შეხვედრას 1000 მითქმა მოთქმა არის და ვისაც ვკითხე, რას ფიქრობთ, რა მოხდა ამ შეხვედრაზე? ყველა რესპონდენტის პასუხი იმდენად დამაჯერებელი იყო,
შემექმნა შტაბ-შტილება, რომ გარდა ბოჭორიშვილისა და დანიგანისა, ყოველი მათგანი იმ ოთახში იჯდა ამ დროს. ყველას აქვს თავისი ვერსია, ეს არის საერთოდ ზოგადად ჩვენი ქართული ვერსიოლოგია და კონსპიროლოგია, რომ ყველას გვაქვს ახსნა და პასუხი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეყნოთ მხოლოდ ორ დოკუმენტს, ეს არის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ეს არის განცხადება შეერთებული შტატების. მაშინ, როდესაც ქართული განცხადება უფრო ზოგადი, უფრო ესეთი გავრცობითი შინაარსის არის, ამერიკული განცხადება მე დამჭა წარმოდგენა, რომ მე კონკრეტიკა შეიცავდა, რომ ეს ორი ქალბატონი არა ერთმანეთის მოსაკითხად შეხვდა ერთი მეორეს, არამედ იყო კონკრეტული გზავნილები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის შემისებული წაკითხვა ამ განცხადების რეალურად რა ითქვა, როგორ, რა შინაარსის, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ძალიან რთული არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგარი ალბათობით კონკრეტული გზავნილები იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ამ შეხვედრამდე შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც ამერიკელი დიპლომატების ინფორმაციიდან გამომდინარე, ასევე სხვა წყაროებზე დაყრდნობით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სწორედ რომ ინსტრუქციების მისაღებად. ვინაიდან საქართველოში არის უჩვეულო გარემო და რეალობა, ამერიკაში შეიქმნა უჩვეულო გარემო და რეალობა და შეერთებული შტატების საელჩოს დაჭირდა ერთგვარი სახელმძღვანელო, როგორ იმოქმედონ ამ ვითარებაში. ეხლა ამაზე უფრო საინტერესოა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის. რატომ გადაწყვიტა, რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება, რომ კომუნიკაცია აღდგენილიყო ფაქტობრივად, იმიტომ რომ ძალიან დიდი წყვეტა არსებობდა, ხო? ჩვენ გვახსოვს ფაქტობრივად რამდენიმე თვიანი, ეს იყო 26 ოქტომბრის შემდეგ პირველი შეხვედრა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ოფიციალური ხასიათის შეხვედრა ოფიციალურ პირს შეხვდა, მოდი ასე ვთქვათ. ანუ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ხედავს გარკვეულ დასაყრდენს ოპოზიციურ ფლანგზე. ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, მათ შორის სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ვერსიები, რომ ჩვენმა საერთაშორისო სტრატეგიულმა პარტნიორებმა შესაძლებელია მოსთხოვონ ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, როგორც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი გზა და საშუალება. ელოდებით, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით განვითარდეს მოვლენები. მე არაფერს არ გამოვრიცხავ, ქალბატონო ემა. ამ შეხვედრიდან ჩვენ შორს მიმავალი დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ, არც იმათი, არც ვთქვათ, იმ მიმართულებით, რომ ვინც ოპტიმისტურად უყურებს ამ შეხვედრას და ეს არის ქართული ოცნების მომხრეები, ზე ოპტიმისტური დასკვნები გააკეთონ და არც იმათ არ მინდა მოუწოდო ზედმეტი პესიმიზმისკენ, რომლებიც ამ შეხვედრისგან რაღაც ვთქვათ უარყოფით დასკვნებს აკეთებენ. საერთოდ შეერთებული შტატები ზოგადად ესაუბრება ყველას, მათ შორის მოწინააღმდეგესაც და მტერსაც, უბრალოდ გამოიყენება სხვადასხვა სხვა საკომუნიკაციო არხები და ზოგადად ერთი რამ კიდევ უნდა ვთქვათ ძალიან მოკლეზე, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა დღეს არსებული ვერსიით პირდაპირ ამბობს, რომ შეერთებული შტატები ურთიერთობენ არა მარტო მეგობრებთან და პარტნიორებთან, არამედ შეიძლება იმოქმედონ კონკრეტული კონიუნქტურით, კონკრეტული დღის წესრიგიდან გამომდინარე არადემოკრატიულ, სხვა ყაიდის, სხვა რეჟიმის მქონე სახელმწიფოებთანაც. ასეთია საერთოდ გლობალური ჰეგემონის ბუნება და ამიტომ ჩვენ აქედან გასაკვირს ნუ შევიქმნით. აქ იმდენად ქართულ ოცნებაზე არ არის საუბარი, აქ ალბათ საუბარი უფრო სწორი იქნება ასე წარმართოთ. რა როლს აკუთვნებს შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში სივრცობრივი განზომილებით, რეგიონული განზომილებით, ალბათ ამით იქნება ძირითადად ამ პრაგმატული ინტერესით იქნება ნაკარნახევი, ტრამპის აღმოცენებადი დოქტრინით იქნება ნაკარნახევი, საქართველოში დე-ფაქტო უგნებავთ დე-იურე ხელისუფლებას ისინი როგორ და რაენით დაელაპარაკებიან. ძალიან დიდი მოლოდინები გაჩნდა 31 მარტს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა დიდი ოპოზიციური ერთობის გამოცხადების თარიღი, მაგრამ ამავე დროს ამ თარიღის დაანონსებას მოჰყვა ურთიერთგარჩევების პროცესი, რომელიც რაღაცა ახალ ფაზაში გადავიდა, ხომ? რაღაცა მგონია, რომ თვითგამორკვევის პრობლემაც აქვს ოპოზიციურ კოალიციებს, რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ფაქტია, ანუ ერთმანეთს
ოპოზიციისგან ვერ მიუღიათ გადაჭრით პასუხი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, წაუწდება თუ არა ვინმეს არ ვიცი ფეხი თუ ხელი ამ შემთხვევაში რა უფრო შეესაბამება. როგორ ფიქრობთ, აი რა შეიძლება მოხდეს 31 მარტზე? ზოგადად რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ეს თარიღი გახდეს ქვეყანაში რაღაცა ახალი პოლიტიკური პროცესის დასაწყისი? თარიღებთან მიმართებაში ჩვენ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ თარიღს გარკვეულ საკრალურ მოლოდინებს უკავშირებთ. მათ შორის საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეხლა ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ ასე მინდა პასუხი ჩამოგიყალიბო. თქვენ ხო გიყვართ ხოლმე, როდესაც მე ვთქვათ რაღაც ხმაურიან მასვისვრი ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი გაგებით და მოთმინებით ვეკიდებოდით იმ გაუგებრობას, რომელიც ქართულ ოპოზიციაში არსებობს. დრო გადის, მაგრამ თვისობრივი ადაპტირება ქართულ ოპოზიციურ სპექტრში და კულტურაში და ხელწერაში არ ხდება. ამიტომ მე როგორც გულშემატკივარმა ერთ-ერთმა ამორჩეველმა მინდა გულსკველად გითხრათ ბატონებო. თუ ასე აპირებთ გაგზელებას და სხვაგვარად ვერ ახერხებთ, ნუ ჩვენ უგვაწვალებთ და ნუ საკუთარ თავს უგვაწვალებთ. ხო, ძალიან საინტერესო იყო. არ ვიცი ხა რამდენად ადეკვატურია ჩემი რეაქცია, მაგრამ ასეთი პირდაპირი ნათქვამი ოპოზიციის მიმართ დიდი ხანი არ მომისმენია. ერთი სახო, ნუ როგორც არის რა, ახლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, აღარ არის დრო უკვე ვინმეს ვთქვათ სიმპათიების მომყოფისა ან წენის და ვთქვათ პრეფერენციებზე თამაშის. იმდენი საფიქრალი აქვს დღეს ქართულ სახელმწიფოს, მათ შორის შიდა პოლიტიკური კულტურის მხრივ, რომ თუ ვერ ახერხებთ გადაწყობას, თუ ვერ ახერხებთ ადაპტირებას, თუ ვერ ახერხებთ რომ ფეხი აუწყოთ თანამედროვე მოთხოვნებს და უპასუხოთ მათ შორის ჩვენ მოლოდინებს, ერთი საფიქრალით ნაკლები მაინც დაგვიტოვეთ. გადაწყობაში რას გულისხმობთ? აი ხა სულ მიდის არ ვიცი პედალირება, აქცენტირება ერთობაზე. ოღონდ ეს ერთობაც სულ ცოტა ორ პოლიტიკურ კოალიციას სხვადასხვანაირად ესმის. ერთს ესმის ისეთი მყარი ერთობა, რომელიც შესაძლებელია წინასაარჩევნო საერთოდ ერთ პარტიულ სიად იქცეს. მეორეს ესმის ერთობა, ოღონდ რაღაცა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმატში ერთობა. ნუ დანარჩენები ამბობენ, ეს რაღაცა არის იდეური ერთობა, პრინციპებზე ერთობა, თითქოს ახლა რაიმე განსხვავება იყოს აი ამ ზეპარტიულ საკითხებთან მიმართებაში, რაც ასევე არ მესმის. რაღაცა გარკვეულ ექსპერიმენტს ხო არ ვატარებთ? აი ამ რაღაცა მოწოდებული ერთობით, რომელიც რეალურად არანაირ ეფექტურ, სასიკეთო ჰიბრიდს არ მოგცემს საბოლოო ჯამში. ხო, ძველ რომში იყო არა ესეთი პრინციპი, რომ მოსახლეობას პური და სანახაობა უნდა შესთავაზო. პური ჯერჯერობით მადლობა ღმერთს საკმარისად გვაქვს და ალბათ სანახაობა თუ შეიძლება ინატროს ადამიანმა ჩვენ ასეთი სანახაობის მოწმენიც ვართ. არ მინდა კონსპიროლოგიაში გადავიდე, მათ შორის კონსპიროლოგიაში, როდესაც რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიგნით თითქოს და მოარული ხმებით არის გარკვეულწილად აი პოლიტიკური კოჰაბიტაციის ნაირსახეობა და ჩვენ ახლა ექსპერიმენტი ბრძანეთ, მე ეგ სიტყვა არ მომაფიქრდებოდა, თქვენ შემომაშველეთ და ჩვენ ვართ ამ ექსპერიმენტის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საუბარი არის წუნზე, მე პირადად ვიტყვი ჩემას, არ ვიცი ვინ თქვენ დამეთანხმებით თუ არა, ჩვენ დავიღალეთ უკვე ამ გარჩევებით, ჩვენ დავიღალეთ უკვე ერთმანეთთან ურთიერთობებში ამ უკულტურობით, ჩვენ დავიღალეთ თანამედროვე ხელწერის არქონით, ჩვენ დავიღალეთ გამართული სტრატეგიული კომუნიკაციის არქონით, ჩვენ დავიღალეთ ყოველივე იმით, რაც ჯერჯერობით ხმის მხოლოდ სანახაობას, მაგრამ შედეგს არ დებს. კეთილი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ JOKS-ის თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. 83 მომხრე ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით მეორე მოსმენით მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო. კონკრეტულად რა შეიცვლება მას შემდეგ, რაც უკვე მესამე მოსმენით ძალაში შევა და ხელმოწერით ძალაში შევა ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, ამაზე ვისაუბრებთ უკვე რეკლამის შემდეგ გადაცემის მეორე ნაწილში.
გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში 83 მომხრე 1 წინააღმდეგი. პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით მეორე მოსმენით მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის საფუძველსაც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს მთელი რიგი შეზღუდვები უწესდებათ. დღევანდელ სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და შემდგომში დაჯარიმება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მაგალითად ახალი ამბების გაშუქების დროს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს არ დაიცავენ. თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს, თუ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს და ასე შემდეგ. მაუწყებლობის შესახებ კანონით თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევის აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს, თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას ფინანსურად დააჯარიმებენ. ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, მოგესალმებით ნათია, გიორგი დავითური, IDFI-ის იურისტი, მოგესალმებით გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ცვლილებით, ანუ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოეთიდან ფინანსური რესურსის მიღება, ანუ უცხოური დაფინანსება ეკრძალებათ. რეალურად რას შეცვლის კონკრეტულად ეს ცვლილება? რამდენი მაუწყებელია დღეს ძირითადად სწორედ უცხოურ დაფინანსებაზე დამოკიდებული და მოუწევთ თუ არა მათ ამ პირობებში უბრალოდ გაჩერება? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ზოგადად არსებობს სტერეოტიპი, რომელიც მე მგონი ოცნებამ ამას დაიჭერა, რომ მაუწყებლობაში იყო დონორთა თანხები და ესე არ არის სინამდვილეში, მაგალითად პალიტრასაც არ აქვს დონორთა მხარდაჭერა, ისე როგორც რეგიონული ტელევიზიების საერთო ბრუნვა რომ ნახეთ და ძალიან ცოტა რეალურად ეს ბრუნვა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი წევრების დიდი ნაწილი საერთოდ არ არის DGG-ს გადამხდარი, იმიტომ რომ მათი წლიური ბრუნვა 100.000-ს კი არ აჭარბებს, წარმოიდგინეთ და აი ამ პატარა დაფინანსებებში ჯამურად სადღაც 5%-მდე იყო დონორთა მხარდაჭერა. და სწორედ ამიტომ რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ მოატყუათ მოქალაქეები, ერთხელ მაგალითად აი რომ გაიხსენონ დიდი ტყუილი მაუწყებლებთან დაკავშირებით როგორი იყო დაფინანსებებზე, ხო? მაგალითად 2 წლის წინ იყო, ხო, თუ 3 წლის წინ რომ გამოვიდეს და თქვეს რომ ეხლა ჩვენ ვამარცხებთ ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულებას და ერთ-ერთი რაც აკრძალეს იყო მაუწყებლობაში რეკლამის განთავსება და ვინმე შეუმსუბუქდა ონლაინ თამაშებზე დამოკიდებულს მდგომარეობა, ხო, მაგრამ ისინი ხო მოატყუეს ამით და უბრალოდ მაუწყებლებს გაუქმეს შემოსავლების წყარო. ეხლა ატყუებენ რომ ეს ხო კარგი თემაა, რომ აი მოღალატე გარედან დაფინანსებული, ეს ხო კარგად გაატარეს საზოგადოებაში ტვინის გამორეცხვის მიზნით და ამიტომ ასე არ ქმევენ ამ კანონს და სინამდვილეში რას აკეთებენ? სინამდვილეში გვიუქმებენ სამი ტიპის სერვისი შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენ. ერთი არის კომერციული რეკლამა, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად გაუქმეს მაუწყებლებს, აი რაღაცა ტიპის სახეობა რეკლამის შეუმცირეს დრო, შეუზღუდეს სპონსორობა, product placement და ასე შემდეგ. პოლიტიკური რეკლამა, რომელიც დიდწილად დაგვავალდებულეს უფასო და შეგვიმცირეს პოლიტიკური რეკლამა ფასიანი. და ძალიან ბევრი რეგულაცია ავკიდეს ამაზე და ბოლოს ერთი სახეობა დარჩა სოციალური რეკლამა და იმასაც გვიუქმებენ და სულაც არ გვიუქმებენ მარტო გარე გაყიდვაზე, საერთოდაც გვიუქმებენ სწორედ შიგნით გაყიდვაზე, ანუ ქართული კომპანიები, ქართული ორგანიზაციები და საქართველოს მოქალაქეები მაუწყებლებისგან ვეღარ იყიდიან სოციალურ რეკლამას. ანუ აი რომ მოვიდნენ ნებისმიერ ბიზნესში და გითხრან რომ აი დღეს თუ შენ ყიდი შარვალ კოსტუმს, ხვალ კოსტუმს ვეღარ გაყიდი და შარვალის ცალტოტში შეიძლება დაგელაპარაკო. ასეთი ტიპის კანონებს იღებენ კერძო სუბიექტებთან მიმართებით და ეს ხლა ამდენი ტყუილის ფონზე დაჯდე და სერიოზულად განიხილო რას რატო აკეთებს ოცნება ატყუებს თავის საზოგადოებას, მუდმივად კვებავს მას მითებით, მაგალითად ერთ-ერთი მითია რომ მედია ყველაფერში დამნაშავე, თორე ყველაფერი კარგად არის ამ ქვეყანაში. ანუ არასწორად აშუქებს პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, ცრუ ინფორმაციას აწვდის
საზოგადოებას და ასე შემდეგ. საერთოდ რომ მივდივართ ჩვენ და რომ ვაშუქებთ რომ მაგალითად აუდიტის დასკვნა, მათი დაწერილი აუდიტის დასკვნა, რომ რეგიონების დიდ ნაწილში 50%-ს აჭარბებს ამბულატორიაში კვალიფიკაციის არ ქონა საერთოდ. აი წარმოგიდგენთ სამედიცინო კუთხით რა მდგომარეობა გაქვს. რომ ვაშუქებთ რომ გზებზე რა ხდება სტიქიებს როგორ უმკლავდებით, ეს ახლა ჩვენ კი არ გვაწუხებს. ვიღაცა გვავალებს ამას და იმიტომ ვაკეთებთ. საერთოდ საინტერესოა ის დაგეგმილი ცვლილებები შექმნის თუ არა პრობლემას გაშუქების კუთხით. ამას ცოტა მოგვიანებით ჯერ გიორგის მინდა ამ შემთხვევაში ვიკითხა ის სრული პაკეტი რომ ავიღოთ ხომ? აი ამ დაგეგმილი ცვლილებებისა, რომელსაც ძალიან სწრაფად განიხილავენ და უკვე აგერ უკვე ორი მოსმენით მიიღეს. ფინანსურ ნაწილზე ვისაუბრეთ, მაგრამ არანაკლებ დამაფიქრებელია კონტენტის შინაარსობრივი ნაწილიც. აი, შორს არ წავალ, მხოლოდ რამდენიმე პუნქტს წავიკითხავ, ახალი ამბების გაშუქების დროს სამართლიანობისა და მიუკერძობლობის პრინციპების დაცვა. არ ვიცი, ვის როგორ ესმის, ესეც საკითხავია, განსაკუთრებით აი ამ პოლიტიკურ შექმნილ ვითარებაში. თუ ამ ახალ ამბების საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანს, ხოთა შორის ამასთან დაკავშირებით დღეს ქართული ოცნების შინაური ოპოზიციაც ახშფოთდა სოზარ სუბარმა დასვა შეკითხვა რომ ახლა გადაცემაში რომ მივიდივარ თოქ-შოუში და ჩემს პოლიტიკურ ოპონენტს რომ ვაკრიტიკებ, ახლა ბალანსი იქ სად დაიცვას მედია საშუალებამ, ისიც კი ცოტა გაუცებული დარჩა და ვერ გაერკვა ამაში. თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარების სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა და ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება. ანუ ზარებიც უნდა ვაკონტროლოთ. მე მაქვს ახლა ინტერაქცია რადიო გადაცემაში და იქ შესაძლებელია სულ ერთი და იგივე პოლიტიკური გემოვნების თუ შეხედულების ადამიანები რეკავდნენ. აი ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის. მოდი თქვენი როგორც იურისტმა გითხარით, რა რისკებს შეიცავს მედია ორგანიზაციებისთვის დაგეგმილი ცვლილებები? ყველაზე მარტივი მოკლედ პირველ რიგში კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის. რისკები, მთავარი და ძირითადი რისკი აქ არის შერჩევითი აღსრულება, რაც ამას შეიძლება მოყვეს. ნუ პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ძირითადად ეს არის მუქარა მედია საშუალებების მიმართ გაგზავნილი სიგნალი და მეორე თავარი საფრთხიანი თვალსაზრისით, რისით შეიძლება ვინმეს შეეშინდეს, მაგალითად პალიტრას შეეშინდეს რაღაცის, ეს არის ის, რომ მას შეეშინდება, რომ ეს აღსრულდება სელექციურად. მაგალითად TV-იმედთან მიმართებით არ აღსრულდება, არა პალიტრასთან მიმართებით სანიმუშოდ ეცდებიან ყველაფერზე გამოეკიდო. რაც შეეხება თვითონ შინაარსს, ძალიან ლამაზად ჟღერს სიტყვები, ბალანსი, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, მაგრამ როდესაც აღსრულება ამ სიტყვების უკვე მოუწევს პარტიას, ამ პარტიასთან აფილირებულ ინდივიდებს, ინსტიტუტებს და არ ვიცი თუ იმეჯერა თუ რომელიმე ინსტიტუტი ქვეყანაში არის დამოუკიდებელი და შეუძლია პარტიას მედეგობა გაუწიოს ვისურვებდი ამ ადამიანის არგუმენტების მოსმენას, მსგავსი სელექციური აღსრულებით დაემუქროს ტელევიზიებს. მაგალითად თქვენ ჩათვლით, რომ თქვენ რაც არ უნდა დაიცვათ, პირველ რიგში როგორ უნდა გააშუქოთ ბალანსი, როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი ზარებს შორის, ხო? თქვენ ხო არ დაიქირავებთ ვიღაცას პირობითად ქართული ოცნების მხარეს და იმას ხო არ დაარეკინებთ. ან მეორე ვარიანტი, მაგალითად ახლა ამ ტელეეთერში მე და ქალბატონი ნათია დაახლოებით მსგავსად უყურებთ ამ საკითხს, მაგრამ თქვენ რო დაურეკოთ ქართული ოცნების ვიღაცა წარმომადგენელს, იცით რომ ბოიკოტს უცხადებენ ბევრ დამოუკიდებელ მედიას. კი ბატონო. და როგორც წესი არ მიდიან და არც ერთ მედიაში არ დადიან, რომელიც მათ ეფექტურ კონტროლს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე ბალანსის შექმნა თუ გვინდა და თუ გვინდა ნაბიჯების დაბალანსებული სიუჟეტები აკეთოს მედია, მას ამის საშუალება უნდა მიეცეს. ამითი პირველი ცხადი ნიშანი ან სიგნალი იქნება იმისა, რომ შეწყდეს მაგალითად პოლიტიკური ბოიკოტები, რომლებიც არის გამოცხადებული მედიების მიმართ და დაიწყონ სიარული. თუ მერეც არ მოეწონებათ, მერე არ მისცემენ სიტყვას, ანუ უარს ეტყვიან მის თვალზე, კი ბატონო, მაგრამ სიამდვილეში ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ არც სამართლიანობა, ბალანსი და ასე შემდეგ მსგავსი მიზანი ამ კანონპროექტს არ გააჩნია. ეს არის ცარიელი სიტყვები, რომლის უკან იმალება მიზანი იმისა, რომ სელექციური აღსრულებით დაემუქრონ და მოგვიდონ მედია. მეორე ნაწილი აქ არის ის, რომ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ეს კანონი ჩავთვალოთ მართლა აღსრულდა, პირველ რიგში დაიხურებიან და ობიექტურად თუ აღსრულდა, პირველ რიგში ვინც დაიხურება, ეს იქნება ისევ პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიები. პროპაგანდაში არ მგონია ვინმეს ჯობდეს მათ, ან ამის ნაკლებიან მეტი რესურსი გააჩნდეს ვინმეს.
და ამიტომ ეს სავარაუდოდ აღსრულება ესე არ მოხდება და საბოლოოდ ერთ-ერთი რაც მაგალითად ობიექტურ ტელევიზიებს მოუწევთ გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება, რაც გაზრდით მათ ბუღალტრულ დატვირთვას ეგრეთ წოდებულ საქმიან რესურსს პირობითად სატელევიზიო სივრცეში თუ თქვენ გჭირდებოდა მანამდე ბოლო 3 წელი ან 2 წელი შეიძლება არც გეცადათ დარეკვა, არც ირაკლი კობახიძესთან ეს თუ დინარაძესთან თუ ვიღაცასთან, იმიტომ რომ აზრი არ აქვს და არ მოდის, თქვენ ფორმალურად მოგიწევს არის განხორციელება, რომ ვაი დაბალანსებაზე მე ვიღაცა არ მოვიდეს და არ გითხრათ, რომ ვიღაცას ფისი მოწვევა რატო არ სცადეთ და ეს ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევა სხვათა შორის. ბევრი ესეთი ბუღალტერის განხორციელება მოუწევს ტელევიზიას იმისთვის, რომ რაც ვითომ ერთი შეხედვით მარტივი ამბავია, მაგრამ როდესაც იმ დატვირთვის და იმ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც მედიას აქვს, ეს არის ერთ-ერთი მარტო ერთ-ერთი საფრთხე. მაგალითად კი, ბრძანეთ და გავაგზავნეთ. მაგალითად ზარებზე ახსენეთ, ხო, მედიას მოუწევს თუ ახლა დარეკა 5 ადამიანად და 5-ვეს ერთი აზრი გქონდა, რეპრესიის აღსრულების კონტექსტში მედიამ შეიძლება მოუწიოს რაღაცა ზარების რაოდენობის არა იმიტაცია არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ის ზარები მხოლოდ შემდეგ, როდესაც ზარი შემოდის, მხოლოდ შინაარსის მოსმენის შემდეგ იგებ ასე რა პოლიტიკური პოზიცია აქვს ადამიანს, თუ კი პოლიტიკურ თემაზე ვსაუბრობთ, ანუ რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში, პოსტფაქტუმ რა უნდა გავაკეთოთ. ერთ-ერთი არის მაგ შემთხვევაში, რომ მაგალითად იცით, რომ მაგას შეიძლება რაღაცა მოყვეს, აქამდე თუ არ აღრიცხავდეთ იმ ზარებს წინასწარ, შემდგომ შეიძლება მოგიწიოთ ვინ დარეკა და წინ კიდევ ერთხელ ბუღალტერია დაგემატოთ, რომ ვაი და 2 თვის მერე მოგადგეთ კომისია იქნება ეს თუ ვიღაცა გიჩივლებთ რაღაცაზე, რომ მტკიცებულებები გქონდეთ, რომ სულთან ვართ, რაც მთლიანობაში ეს ერთ-ერთი ბუღალტრული ტვირთი, რაც დაგემატებათ ძირითად საფრთხეებთან ერთად. კი ბატონო, ნათი, აი ამ სატელევიზიო ბუღალტერიის გარდა კიდევ რა რისკებს შეიცავს დაგეგმილი ცვლილებები, იმიტომ რომ არის რა გარკვეული ასე ვთქვათ მუხლები, რომელიც შესაძლებელია ბოროტად გამოიყენოს მარეგულირებელმა ასეთი დაინტერესების არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, ერთ-ერთ მუხლში წერია, რომ თუ მაყურებელმა ხომ რაღაცა თავი იგრძნოს შეურაცხყოფილად მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შეუძლია ამაზე რეაგირება მოსთხოვოს რეაგირება კომუნიკაციებს მარეგულირებელ კომისიას. თუ გავითვალისწინებთ, რამხელა არმია ყავს პოლიტიკური ტროლ-ბოტების, წარმომიდგენია, რომ მათ ძალიან ბევრი საქმე გაუჩნდებათ აი ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ. მოკეთ ეს ცვლილებები მართალი გითხრათ, იმდენად აბსურდულია, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს, რასაც ქმნის თვითონ შემქმნელებისთვის, რომ ძალიან დიდ აბსურდში არიან და ძალიან სასაცილოა ახლა ეს ყველაფერი, რაზეც ვლაპარაკობ წინამდვილში. აი მართლა ძალიან მეცინება. ჯერ უნდა ვთქვათ, რომ ქართულ ოცნებას პრინციპში ეს კანონიც არ სჭირდება, აი თუ უნდა ახლა რომ შინაარსობრივად მოგვედაოს და დაგვასანქციროს, იცით რამდენი ბუღალტერია გვაქვს აკიდებული, აი თქვენთან დარწმუნებული ძალიან კარგი ფინანსური მენეჯერი ყავთ და თქვენ დირექტორი კიდე საოცრად კარგი ადამიანები ყავთ ზოგადად მენეჯმენტში, კითხეთ რამდენი ფორმები გვაქვს მარეგულირებელ კომისიაში შესავსები, რაღაცა ფორმას თუ დაამატებენ კიდე იქ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რამდენი პუნქტი ჩამოთვალეთ და რამდენი არ ჩამოგითვლიათ, მაგის კონტროლი მაგაზე რეაგირებები თუნდაც შერჩევით, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვართ ბლომად მედიები და მაგას გვამადლიან ხო, რომ რაღაცა აგერ რეგიონში 20 მაუწყებლობთ და სხვათა შორის ახლა იძახიან, რომ აი შეხედეთ ეს ხო ქართული ოცნების მონაპოვარია, რა ვიცი, მანამდეც ვიყავით ჩვენ. საერთოდ ვიდრე ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა, მანამდეც ვიყავით და თქვენ წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის ზოგიერთი ჩვენგანი, რომ რამე მოეყოლათ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობასთან მიმართებით და ამიტომ არ არის ახლა ჯერჯერობით მათი დამსახურებას და მე ამდენ სუბიექტს როგორ უნდა მოვუდგნენ, ამიტომ რომ არ არის ყველა ხო ქართული ოცნების სამსახურში და ესე თითოეული რაღაცა გვიკონტროლო. საერთოდ რომ არ მიიღონ ეს ცვლილებები, რაზეც ახლა მსჯელობენ შინაარსობრივი კუთხით, ესენი უფრო ფინანსურად გვაწვევიან ახლა ჩვენ. დღესაც აქვთ არაერთი, მათ შორის შინაარსობრივი რეგულირების ჩანაწერი, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერ დღეს აწარმოონ ნებისმიერ ტელევიზიაზე ნებისმიერი ტიპის საქმე. უკეთებიათ კიდეც ესეთი, მაგალითად ჩვენ მარეგულირებელ კომისიაში განხილვები გქონია, კადრში რატომ მოახვედრა ერთ-ერთი მინისტრის ფხანის ეპიზოდი. ხა გვახსოვს ეს განხილვა, ხო არ ვიგონებთ. ესეთი აბსურდიც ხო გქონია და დაახლოებით ეგეთი სურათი წარმოიქმნება საბოლოო ჯამში. მე არ ვუყურებ, საერთოდ არ მგონია, რომ ხა აყურებელს უნდა უთხრათ, რომ რაღაცა კატასტროფული ფუძეში შინაარსობრივის გამო, პირიქით, რაც კი ახლა უწერია, ჩვენ ასე ვმუშაობთ.
აი ჩვენ ის გვეწერა ეთიკაში და ყველა პატიოსანი მედია ამაზე დაყრდნობით ვმუშაობდით. ესეც არის ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ეხლა თითქოს კიდევ ერთხელ გგონებენ რომ ჩვენ არ გვინდა სამართლიანობა და მიუკერძო, ჩვენ გვინდა სამართლიანობა და მიუკერძოება, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ვართ სამართლიანები და მიუკერძოებლები. აი მათ უნდათ რომ საშუალება აღარ გქონდეს სამართლიანი და მიუკერძოებელი შინაარსები ვაწარმოოთ და ამიტომ გვიკეტავენ ყველა ტიპის დაფინანსებას, რაც კი გქონდა. ეხლა მაგას ყვებოდი, თავარი მანდა არის დაფინანსების ნაწილი სწორედ და ის რომ ესე დასხდნენ და ანუ აქედან არ იკეტება, აქედან არ კვდები, რა გაცოცხლებს ამდენ ხანს, ბევრი ხარ უნდა დაიხურო და ესე ხურავენ, მიყვებიან და ამას ვართ რაღაცნაირად აყოლილები და თანაც ვერ ვუხსნით აუდიტორიას, რაც მაწუხებს ყველაზე მეტად. ვერ ვუხსნით აუდიტორიას, რომ ეს რატო არ არის იმდენად ჩემი პრობლემა და რატო არის მათი პრობლემა. აი რატო ვერ მიხდო, რამოდენჯერ უნდა დამართონ ეს მედიებთან მიმართებით ხალხს, რამდენი სახეობის რამე უნდა გაგვეუქმონ, რომელსაც ეუბნება რომ შენი კეთილდღეობისთვის ხდება და ამ დროს მისაზიანოდ კეთდება ყველაფერი. ის რომ 20-25 წელი რეგიონული ტელევიზიებიდან მხოლოდ 2-მა დაიწყო ყოველდღიური ნიუსი და სხვა ვეღარ შეძლო. ეს რას მოასწავლა? ანუ ფინანსური საკითხი უფრო პრობლემატურია ვიდრე რეალურად შინაარსობრივი. და ნახეთ კიდე რას გვეუბნება ეს ფინანსური საკითხი. განა გრანტები წავიდა, კი გითხარით, არ გქონდა და რაც არ გქონდა, რა გაგვიქრებოდა, ხო დიწილად ვამბობ რეგიონულ ტელევიზიებში. საშუალო მსხვილი და მწვრილი ბიზნესი ვეღარ გვიხდის და ვეღარ აკეთებს კონტრაქტებს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ქვეყანაში. არ ვიცი ეს 11%-იანი ეკონომიკის ზრდა რაში აისახება, იმიტომ რომ მართლა ესეა, რომ ბიზნესები ფაქტობრივად ჯერთი ალბათ გაურკვევლობაც მოქმედებს, გაჩერებულია ყველაფერი და ვისი კონტრაქტების ჰქონდა, ისინიც ვეღარ უხდიან ტელევიზიებს ფულს და ახალი ხო აღარ იდება საერთოდ. ანუ კომერციული მოკლეს ბიზნესი, სადაც არ ვიცი რა დღეშია, კარგ დღეში არ არის, აქამდე არაპატიმრებდა ეხლა აგერ დღეს დედის ინტერვიუს ვისმენდით ხო როგორ ითხოვს დაპატიმრებული ბიზნესმენის სწრაფ გადაყვანას საავადმყოფოში უკვე ჩანს როგორ ექცევიან ბიზნესს აქეთ აქ და სოციალური ნაწილი სრულად გიუქმებენ ნუ პოლიტიკური ისედაც ეხლა არჩევნები რომ მოდის ყველას პირდაპირ ვალდებულება გვაქვს რომ ამათი ჯერთ ვინა კვალიფიციური ვერ გაგვერკვევია და ყველას კვალიფიციური რეკლამა უნდა იყოს 5 წუთით და 10 წუთით ეგეთი ტიპის უფასოდ გიორგის მინდა აუცილებლად ვკითხო, ანუ გიორგი, როგორ ფიქრობთ თქვენს ზედმიწევნით აი ამ ახალი მაუწყებლობის შესახებ, ფაქტობრივად ახალი კანონია, ხო, შეიძლება ასე ვუწოდოთ, იმდენი ცვლილება შედის, აღსრულების რესურსი უბრალოდ არ ეყოფა, არ ვიცი, ხელისუფლებას თუ მარეგულირებელს და მიგაჩნიათ, რომ აი ფინანსური საკითხი, ფინანსური ყურფი მანდ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსობრივ მიზეზებზე წამოკიდება ამა თუ იმ მედიის? კომუნიკაციების კომისიას დაავალეს ამისი აღსრულება. კომუნიკაციების კომისიას არასდროს ამ რეჟიმში არ უმუშავია. პირველი შინაარსობრივი ცვლილება ფაქტობრივად კომუნიკაციების კომისიისთვის იყო 2 წლის წინ, როცა შინაარსთან რაღაცები უნდა ეკონტროლებინა, რომელიც შეეხებოდა სიძულვილის ენას და მეტნაკლებად ალბათ საარჩევნო წინარე საარჩევნო პერიოდს თუ შევადარებთ, როდესაც გარკვეული რაღაცების მონიტორინგი ევალება. ამ ცვლილებების აღსასრულებლად პირველ რიგში კომუნიკაციების კომისიას ჯერ თვითონვე მოუწევს მომზადება. ესეთი თუ შევხედოთ ოპერაციული პერსპექტივიდან, სახელმწიფო ორგანოს პერსპექტივიდან, ერთდროულად მას დაემატა, მან ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში უნდა აკეთოს უკვე მედია მონიტორინგი, ეს მოსთხოვეს მათ. აღარაფერს ვამბობ იმ თეორიულად უსაფუძვლო საჩივრებზე, რომლებიც შეიძლება შევიდეს და მედიების იურისტები და ეს ყველაფერი გადაიტვირთონ. ამის აღსრულებას დაჭირდება მომზადება. და იმავდროულად, მაგრამ მე ამას ვამბობ იმ პირობებში, რომ მინიმალური ფორმალური გარანტიები და შინაარსობრივი საკითხები მაინც უნდა იყოს დაცული. მაგრამ ბუნებრივია შესაძლებელი არის ისიც, არც ეს არ უნდა გამორიცხოთ, რომ მასობრივად ერთვაი დაახლოებით როგორც კონვეიერულ წარმოებებს ვხედავთ ჩვენ სასამართლოების მხრიდან ნაწამები და დაკავებული ადამიანების მიმართ რაღაცა მსგავსიც ვნახოთ. ეს არ უნდა გამორიცხოთ, უბრალოდ ამ ეტაპზე მე ამის საფრთხეს ვერ ვხედავ, გულსფერად რო გითხრათ. ამ ეტაპზე გულისხმობ შემდეგ რამდენიმე თვეში. ამ ეტაპზე ამის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ საბოლოო მიზანი შინაარსობრივი რეგულირების ერთგვარი מחვილის ჩამოკიდება არის, როდესაც ნებისმიერ დროს მოედავებია ნებისმიერ მედიას და დამაბრკოლებელი ერთადერთი იქნება უკვე სხვა პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორები უფრო მეტად, ვიდრე სამართლებრივი შემაკავებელი ფაქტორები. საფრთხე არის ძალიან დიდი, მინდა ვთქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს უფრო მეტად გავს ჩემთვის მუქარას,
ვიდრე იმას, რომ აი ამით ამ ცვლილებებით აპირებენ მედიის მოკვლას პირობითად უახლოეს 2 ან 3 კვარტალში. ეს უფრო მეტად ჩემთვის არის რაღაც გარკვეული სელექციური უახლოეს 6 თვეში, 1 წელში მე ამას ხედავ უფრო მეტად მუქარად, ბოლად, ვიდრე იმად, რომ რეალურად ამით თვითცენზორისთვის უფრო არის ჟურნალისტის 3-ჯერ 4-ჯერ დაფიქრდეს, რა უნდა თქვას. თუმცა BBC-ს ანალოგი მოყავთ, ამბობენ, რომ ეს BBC-ს სტანდარტი შემოაქვთ რეალურად მედიაში. მე ვიცი, რომ მაუწყებლებმა დასავლეთსაც მიმართეს წერილით და დახმარება, რეაგირება მოითხოვეს. ის ძალიან საინტერესო არ მსმენია. იქიდან თუ მოყვა ამ ყველაფერს გამოხმაურება. მართალი გითხრათ, უფრო ჩამოყალიბდა ოცნება. იცით რა შორ ჩამოყალიბდა, რომ ერთის მხრივ კი ამბობს, რომ აიო ტრამპის გამონათქვამებს ვემთხოვით, ის გემთხოვა ჩვენო. ჩვენ ვიყავით პირველები და მე იმან დაიწყო და აი ტრამპის წარმომადგენელი რომ გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რომ გამოვიდა მიუნხენში კონფერენციაზე, იქ თქვა რომ ევროკავშირს ეგ დაუწუნა სწორედ და ბრიტანეთს მათ შორის უწუნებენ, რომ აი თქვანო გაქვთო რეგულაციებიო მედიისთვისო და თქვანო ახშობთო კაცო აქ თავისუფალ აზრსო და ამაში რო ვერ ამთხოვა ახლა ეს ქართული ოცნება რა ვუყოთ ამას ტრამპს იქნება ჩამოყალიბდეს რა მოწონს და რა არ მოწონს. რაც შეეხება დასავლეთს მართალი გითხრათ მე არ ვითხოვე რომ ანალიზი მე ზუსტად ვიცი რომ ეს საერთოდ არ არის ბრიტანული ისე როგორც ფარა არ არის ამერიკის ახლა რაც გადმოთარგმნეს და ამაშიც არ ვაპირებ ახლა შევყვე. აი მაგალითად რო ეუბნები რომ ეს პუნქტი რატო გაქვს საერთოდ გამქრალი ფარაში სადაც არის საუბარი იმაზე რომ სახელმწიფო თვითონ აყალიბებს ქვეყნების რა თქვათ ჩამონათვალს რომელ ქვეყნებს ეხება ეს აკრძალვა გარედან რომელ ქვეყნებს ეხება რატო ამოიღეს ეს მოხდა გეუბნები რომ იცი რა ახლა ყველას ეხება იმიტომ რომ მე ასე მინდა მე რომ ფარაში მასე წერი ასე გეუბნებოდნენ ადრე და ახლა აღარ სრულაპარაკებით პრინციპში დიდათ ერთმანეთს აზრი არ აქვს მსჯელობას მეორე ნაწილი რასაც გეუბნებიან აქამდე ხო ამტკიცებენ რატო მიიღეს მაუწყებლობაში ეს აკრძალვა ფარა რატო არ ყოფნიდა ანუ აღმოჩნდა რომ გამონაკლისი ყოფილა იქ მედიები ადგილობრივი რასაც მანამდეც ვეუბნებოდით 2023 წელს ანუ ჩვენ ყოფილვართ მართლები როცა ვეუბნებით რომ ფარაში საერთოდ არ წერია ადგილობრივი მედია და ჩვენთანაც ესეთი ამბავი გვაქვს რომ ხა გამჭვირვალობის კანონით რაც მაგათ გამჭვირვალობას ეძახიან და ჩვენ კიდე სხვა სახელს ვეძახით ერთხელ უკვე რა ვიცი რომ ვთქვით რომ არაკონსტიტუციური კანონი მიიღეს და არღვია მთელმა მედიამ ასე გამოდის იმიტომ რომ არც ერთი მედია ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა ხა სამოქალაქო ორგანიზაციები შეიძლება ნახოთ დარეგისტრირებული მაგრამ მედიები არ დარეგისტრირებულან და ერთხელ უკვე უთხარით ამ ხალხს რომ არაკონსტიტუციურ ყველაფრიდან ამოვარდნილ კანონებს არ ემორჩილება თავისუფალი მედია და ესაც მე მგონი მიიღო როგორც გაკვეთილი და ამიტომ ეხლა რასაც აკეთებს ერთადერთი არის იმიტომ რომ ჩვენ კი არ დავემორჩილებით მაგრამ ემორჩილება ბიზნესი ემორჩილება რეკლამის შემწყიდველი და რომ გაგიუქმა ის რეკლამა აღარ მოდის და აღარ ყიდულობს დაშინებულია შენთან ურთიერთობაში გიორგის მინდა როგორც იურის ბოლოს რჩევასავით ვკითხო ანუ ტოტალური დაუმორჩილებლობა თუ რაღაცნაირი სიფრთხილე, ზომიერი სიფრთხილე, მოდი ასე ვთქვათ, აი რა უნდა გაითვალისწინოს მედია ორგანიზაციებმა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ? ჩემი როგორც იურისტის რჩევა არის კიდევ ერთხელ თქვენ არაფერი დაუმორჩილება არ გჭირდებათ, თქვენ მუშაობთ იმ სტანდარტების შესაბამისად, რაც მეყოლ რაც ისედაც წერია. უბრალოდ თქვენ მოგიწევთ სიფრთხილის გამოჩენა, ერთი შეხედვით რაც თქვენთვის ცხადი არის, რომ ეს არ მოხდება, მაგალითად პოლიტიკური დებატები გინდათ და იცით რომ ქართული ოცნება ბოიკოტს გიცხადებთ და არ მოვა, მაგრამ მაინც დაგჭირდებათ კიდევ ერთი ზარი, რომ უარი გითხრან ან არ გიპასუხონ, რომ მერე თუ მოგთხოვენ რომ აბა რატო არ დამირეკე მერე რა, რომ წინა 3 წელი უარს გეუბნებოდი მოსვლაზე იქნებ, მაგ დღეს მოვდიოდი, მსგავსი საკითხები დააზღვიოთ. ასევე აუცილებელი არის რომ მოემზადოს მათ შორის მედია აი ამ მსგავსი წვრილი დეტალებისთვის და რაც თავი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვეთანხმები ნათიას იმ ნაწილში რომ არ მგონია მე რომ უახლოეს ერთ წელიწადში მედია საშუალებებს ემუქრებიან ამ კანონის საფუძველზე ახალი კანონის საფუძველზე მოკლით. ეს არის უფრო მეტად მუქარა მედიების მიმართ აი როგორც გაიძულებენ თვითმკვლელობას. უფრო ოცნება არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოკავს. ოცნება არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მიყავხარ თვითმკვლელობამდე. აი ეს ძალაა. დაახლოებით, ანუ საბოლოოდ სუსხავი ეფექტი, ეგრეთ წოდებული იურისტები ვეძახით სუსხავ ეფექტს, მედია საშუალებას, ჩემ თავარ საფრთხედ ხედავ სუსხავ ეფექტს, რომ რაღაცებზე შეიძლება თავი შეიკავოს მედია საშუალებამ რაღაცა სწორი საქმის გაკეთების გაგან, იმის გამო რომ პასუხისმგებლობა არ დაეკისროს, ვიდრე ის რომ
ამ კანონის საფუძველზე ვიღაცა მოკლეს. ამ მუქარის და ამ სუსხავი ეფექტის გასაძლიერებლად არ გამოურიცხავ მე რომ რამდენიმე შემთხვევა ესეთ შინაარსობრივი რეგულირების აღასრულონ, რომ გაუშვან, რომ მე მზად ვარ ამის ბოლომდე აღსასრულებლად, მაგრამ კიდევ ერთხელ მე არ ვარაუდობ, რომ ამის საფუძველზე შინაარსობრივი რეგულირების საფუძველზე მედიებს მოდელს მოკლავთ. მადლობა, ნათია კუპრაშვილი, გიორგი დავითორი იყვნენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაბრუნდება უკვე ჩაულ დროს პარასკევს. მე დიდი ხნით არ დაგემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ პალტრენიუსის ეთერში 13 საათზე ბიზნეს და ეკონომიკის მიმდინარე აქტუალურ თემებზე ვისაუბრებთ.